თემა. რა ფორმატში შედგა რუსულ-ქართული დიალოგი შვეიცარიაში? ჟენევიდან დაბრუნებული დავით ზალკალიანი ადასტურებს, რომ გრიგორი კარასინის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე საუბარი იყო, თუმცა ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში არ განხილულა. რა შეხვედრაზეა საუბარი, განმარტებებს კურიერის ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი თავად გააკეთებს. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევით. ბატონო დავით, თქვენ ადასტურებთ ლავროვის უწყების განმარტებას, რომ ჟენევაში იყო საუბარი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა არა ჟენევის ფორმატში, მოლაპარაკებათა ფორმატში. სად და რა ვითარებაში შედგა შეხვედრა და საუბარი? დიდი მადლობა. მე მგონი აქ უზუსტობა არის თქვენ კითხვაში იმასთან დაკავშირებით, რომ ჟენევაში იყო საუბარი ძალის არ გამოყენების საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა იყო, იმიტომ რომ ძალის არ გამოყენების საკითხი არის ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, ისე როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თემა. ასე რომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის, დაწყებული 2008 წლიდან ძალის არ გამოყენების საკითხი არის ჟენევის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. უბრალოდ საუბარი მქონდა იმაზე, რომ ალბათ რაღაცა თქვენ გაუგებრობა გამოიწვია იმან გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, თითქოს და რუსეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ირგვლივ იყო საუბარი ძალის არ გამოყენებაზე. ეს ასე არ არის. რუსეთის მიერ წარმოდგენილი არანაირ დოკუმენტზე ძალის არ გამოყენებასთან საუბარი არ ყოფილა. ოფიციალურ განცხადებაშია ბატონო დავით წერია ამაზე, რომ რუსული პროექტი განიხილეთ შეხვედრაზე. კი ბატონო, ეს რუსეთის ინტერპრეტაციაა, მაგრამ თქვენ მოგიწოდებთ, რომ ნახოთ თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებული პრეს-რელიზი, სადაც ძალიან მკაფიოდ არის საუბარი იმაზე, თუ რის გარშემო მიდიოდა ჟენევაში მსჯელობა და თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ დაერქმნოთ თანათავმჯდომარეების განცხადებას და თანათავმჯდომარეების პრეს-რელიზი ძალიან მკაფიოდ არის ჩამოთვლილი ის საკითხები, რაზეც იყო ჟენევაში საუბარი და იქ ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები რაიმე რუსული დოკუმენტი. იქ ჩვენ ძალის არ გამოყენებაზე ძირითადად საუბარი მიდის ორი მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას, რომ საქართველოს ეს იურიდიულად სავალდებულო ვალდებულება აიღო ორჯერ 2010 წელს და 2013 წელს კიდევ ერთხელ იყო დადასტურებული. ჩვენ მოუწოდებთ რუსეთის ფედერაციას თანათავმჯდომარეებთან ერთად, რომ იგივე ნაბიჯი გადადგას და უპასუხოს ამ დაიღოს იურიდიულად სავალდებულო ვალდებულება, რასაც რუსეთის ფედერაცია არ აკეთებს და ხდება მუდმივად ამის შეხსენება თანათავმჯდომარეების მხრიდან და რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან. თუმცა თქვენ განაცხადეთ, რომ არაფორმალურ ვითარებაში შედგა ამ თემაზე. არა, გეშლებათ თქვენ არაფორმალურ ვითარებაში, იქ საუბარი იყო იმ საკითხზე, სადაც აი შემდგომ ასევე რუსულ განცხადებაში იყო საუბარი, თითქოს და რუსეთის შეშფოთებას იწვევს საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრი. სწორედ ამაზე მქონდა მე საუბარი, იმიტომ რომ ნატოს თემატიკა ჟენევის თემატიკა არ არის და უნდა მკვეთრად გავმიჯნოთ ჩვენ ეს. თორე იქ არაფორმალური ასე სანამ დაიწყებოდა ჟენევის მოლაპარაკებები, იქ როდესაც მიდის საუბრები, იქ კარასინმა აღანიშნა, რომ ისინი გარკვეულწილად შეშფოთებული არიან იმით ნატოს სამიტის გადაწყვეტილებებით და შემდგომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რომ ის სამხედრო ცენტრი და მე მაშინვე მას მიუგე, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს, ეს ჩვენი ქვეყნის არჩევანია, სუვერენული არჩევანი, ამაზე საუბარი ჟენევაში არ შეიძლება და ამაზე მქონდა საუბარი, რომ ჟენევის ფორმატში არ ხდება, თორე ძალის არ გამოყენება სხვა თემაა, ეს სხვა თემაა და მინდა რომ ძალიან მკაფიოდ გაიმიჯნოს. რუსული მხარის პროექტზე რო ვისაუბროთ, რაზეა ამ პროექტში? არ არსებობს რუსული მხარის პროექტი, მე გითხარით თქვენ, რომ არანაირი რუსული მხარის პროექტი არ არსებობს ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ პოზიცია და ამ პოზიციაზეა საუბარი. ისინი ამბობენ, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მხარე რუსეთი არ არის და აქედან გამომდინარე ვერ აიღებს ძალის არ გამოყენების ვალდებულებას. ეს არის მათი პოზიცია და ამ პოზიციაზე აგებენ ისინი თავიანთ მიდგომას, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ჩვენ კატეგორიულად ეწინააღმდეგება თანათავმჯდომარეები და მუდმივად არის მოწოდება რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან აიღოს ვალდებულება, შეასრულოს ვალდებულება, რომელიც ნაკისრი აქვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით. ეს არის და საერთოდ არ არსებობს თქვენ აცხადებთ. რუსული პროექტი. რაზეც მიდის განცხადებაში არის საუბარი.
არანაირი რუსული პროექტი, მათ აქვთ წინადადება ასეთი, რომ ისინი არ იღებენ ვალდებულებას, იქიდან გამომდინარე, რომ არ აღიარებენ მხარეთს საკუთარ თავს. არანაირ დოკუმენტზე საუბარი იქ რაღაცა რუსულ პროექტზე არ არის და ეს რაღაცა გამოგონილი ცნება არის. თქვენი როგორც დიპლომატის შეფასებით, მაშინ რა ინტერესში შედიოდა რუსული მხარისთვის, რომ ასეთი ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა ამ თემასთან დაკავშირებით? მე არ ვიცი ეს თქვენ ალბათ რუსეთის მხარემ უნდა განმარტოს რა. მათ ალბათ უნდათ იმის წარმოჩენა, რომ ისინი არიან ჩართული ამ პროცესში და მათი პოზიციის, ასე ვთქვათ, გაჟღერება, რომ ამ პოზიციის გასამყარებლად, რომ რუსეთი არ არის მხარე და რომ რუსეთი ამ ვალდებულებას ვერ აიღებს, მხოლოდ ამისთვის სჭირდებოდა, თორემ მე გირჩევთ აიღოთ თანათავმჯდომარეების პრეს-რელიზი, სადაც ძალიან დეტალურად არის საუბარი იმ საკითხი, სიტყვა წერია, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილ წინადადებების და ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით. არანაირი რუსული პროექტი არ არსებობს. და ბოლოს ბატონო დავით, ხომ არ არის მოსალოდნელი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დიალოგის რაღაცა ახალი ფორმატი გაჩნდეს კიდევ ერთი? არანაირი ფორმატია ეს მე არ მესმის იცით აი ქვეტექსტი რა არის ამის საიდან მოდის ეს სპეკულაციები არსებობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დისკუსიები არსებობს არაფორმალური დიალოგი ეგრეთ წოდებული კარასი ნაბაჟდის არანაირი სხვა ფორმატის საუბარი არ არის ჟენევა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ განვაცვალო რომ ძალიან სერიოზული პრობლემები იყო თვითონ ამ რაუნდის ჩატარების წინ იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს ფორმატი მათთვის ჩვენი ოპონენტებისთვის მისაღები არ არის გამომდინარე იქიდან რომ მათ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე უწევთ თავის მართლება არ შესრულებელი ვალდებულებების გამო. სწორედ ამიტომ ხდება გეგმაზომიერად ამ ფორმატის დაკნინება და ჩვენ სერიოზული მოლაპარაკებები გქონდა თვითონ ამ ჟენევის 29 რაუნდის წინ შედგებოდა თუ არ შედგებოდა ფორმატი და ამ ჩვენ შევძელით რომ ამ თანათავმჯდომარეებთან ერთად მოგვეხდინა ამ ფორმატის განხორციელება და უფრო მეტიც ჩვენ შევძელით რომ ჩაინიშნა შემდეგი რაუნდი რომელიც დეკემბერში გაიმართება და ჩვენთვის ამ მნიშვნელოვანი ამ ეგრეთ წოდებული წითელი ხაზების საკითხი რომელიც არის ძალის არ გამოყენება საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება იზოლებით გადაადგილებული პირთა დაბრუნება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თანდასწრების რეჟიმში კვლავ გაგრძელდება ჟენევის ფორმატში და ჟენევის ფორმატი რომ მნიშვნელოვანია ამაზე მე მგონი ორი აზრი არ არსებობს და მხოლოდ ეს ფორმატი იქნება აი ამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. მხოლოდ ეს. მადლობთ. დიდი მადლობა კურიერის კითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი პასუხობდა.